მივაცეთ ხელისუფლებას პროვაიდერის გარეშე, კვლევის გარეშე. ქვეყნის იზოლაცია არ მოგვიტანს არავის არცეთ მოქალაქეს სიკეთეს. Ქვენახა თვალსადევნებთ ნეტ გაზეთის ლაივს, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მოყვება შეშემოპირების მარშს პარლამენტის მიმართულებით. ეს მარში არ არის ცირერიცხოვანი, უბრალოდ ცირერიცხოვანია საკმაოდ, თუმცა როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტებმა მარშის დაწყებამდე არაერთხელ აღნიშნეს, მათ უკან დგას 10,000-ობით ადამიანი და ის რომ ქუჩებში ხედავთ მცირე რაოდენობის შეშმოპირებს და მათ შორის პროტესტში ჩართულებს, ეს ნიშნავს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბსოლუტური უმრავლესობა ფაქტობრივ პატიმრად არის ქცეული საკუთარ სახლში, იმიტომ რომ არსებობს ძალიან მრავალი და ძალიან ბევრი ბარიერი საზოგადოებაში და გარემოში, რაც მათ აფერხებს და ხელს უშლის უბრალოდ ქუჩაში რომ გამოვიდნენ. ამაშიც კი არაერთხელ აღნიშნეს ეს აქტივისტებმა მარშის დაწყებამდე, რომ უფრო ბევრად მეტი ადამიანი იქნებოდა გარეთ და მათ შორის ამ მარშის მონაწილე, რომ არა შეზღუდული გარემო, რომ არა ხელმიუწვდომელი გარემო და რომ არა ის ბარიერები, რაც მათ აფერხებს, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქ როგორც ჩანს, ჰქონდა ადგილი რაღაც პროვოკაციას. და ჩაურაცხყოფელი კომენტარებს მარშის მონაწილეთა მიმართ, თუმცა ყველაფერი მალევე ამოიწურა და შეშმოპირთა მსვლელობა პარლამენტამდე გრძელდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, გარდა იმისა, რომ ცხადია უერთდებიან საერთო პროტესტის მოთხოვნებს, ეს არის თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ხელახალი არჩევნები, ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყველა ის სერვისი და ყველა ის სიკეთე, თუნდაც იმ მცირე მოცულობით, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი საქართველოში იღებს, ყველა ის სერვისი და ყველა ის სიკეთე არის დაფინანსებული და ხელშეწყობილი დასავლეთიდან, ევროკავშირიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და რომ არა დასავლური სამყაროს ხელშეწყობა და დიდი ხნის განმავლობაში ძალიან აქტიური მუშაობა არც კი დაიგეგმებოდა მსგავსი სერვისები და არც კი განხორციელდებოდა თუნდაც ის მწირი სერვისები, რაც ახლა ამ დროისთვის არსებობს ქვეყანაში.
ეს არის ანა სიხაშვილი. პირიქით, შემოგვიერთით, რათა ვიყოთ ძალიან ბევრი. გავაპროტესტოთ კიდევ ერთხელ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები და გავაპროტესტოთ უსამართლოდ ჩატარებული არჩევნები. არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულად ჩატარებულ არჩევნებს! შეშმოპირები ასევე სოლიდარობას უცხადებენ იმ საჯარო მოხელეებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს, რომლებიც განსაკუთრებით უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიტიკური ნიშნით და მმართველი პარტიისათვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის მიყოლებით კარგავენ სამსახურს. მათ შორის არის ერთ-ერთი თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გიგა სოფრომაძე, რომელიც გამოუშვეს მერიიდან. მაშინ მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ გიგას და მისი სახით ასევე სხვა საჯარო მოხელეებს. ხედავთ ახლა რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მარში მცირე ხნით შეჩერდა თეატრალური უნივერსიტეტის პირდაპირ, სადაც უკვე კვირაზე მეტია სტუდენტები პროტესტის ნიშნად და გაფიცრულ სტუდენტები ათევენ ღამეს. ისინი მადლობას უხდიან სტუდენტებს ბრძოლისთვის. მეშახტეები მომეებს და დღეებს ათევდნენ 24 საათიანი პროტესტი ქონდათ ჯერ თავისთან მერე თბილისში ჩამოვიდნენ და პირამოკერილები ითხოვდნენ ადამიანურ მოპყრობას. არავის არ ესწოდა, არავის ამ ქვეყანაზე და ძალიან წუხარ. მადლობა მათ ამ ბრძოლისთვის. სოლიდარობა მეშახტეებს. სოლიდარობა უკანონოდ დაპატიმრებულ ახალგაზრდებს. რომელთაც დაჭერა წამების კვალიფიკაციით შეფასდა. წუხარ ძალიან რომ აქამდე მივიყვანეთ
ეს ქვეყანა რომ ახალგაზრდებს ჩაქოლის მეთოდით ცემდნენ და აკავებდნენ. არა მონობას და არა ამ რეჟიმზე შეგუებას. არა მონობას და არა გაჩუმებას არავის არ შეგეშინდეთ. ყველას მოგეწონებათ მე დემოკრატიულთან განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება. არ არსებობს, არ შეიძლება ძალადობრივი სისტემა მოგწონდეს და დემოკრატიულმა არ მოგხიბლოს. შემოგვიერთდით და იცოდეთ, რომ ამაში მე თქვენი წვლილიც იქნება. ბევრად სხვანაირი სიამაყე გექნებათ. შემოგვიერთდით. გამოდით! გამოდით! ჩვენს ერთგულ მომხმარებელზე მაყურებელს შესაძლოა გახსოვდეთ რამდენიმე დღის წინ მედგაზეთმა გამოაქვეყნა კომენტარი გიორგი ხიზანიშვილისა, რომელიც ამ მარშშიც იღებს მონაწილეობას. ეს არის პარასპორტსმენი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი პარატაეკვონდოში, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მედგაზეთთან გულახდილად ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რასაც პარასპორტსმენები განიცდიან ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ხან პირდაპირ, ხან შემოვლითი გზით, სხვადასხვა შეტყობინებების გადაცემით და დაბარებით, რომ კრიტიკული პოზიციების გაჟღერება და ქართული ოცნებისათვის მიუღებელი პოზიციების გაჟღერება საჯარო სივრცეში, მათ შორის მათ პირად სოციალურ გვერდებზე გამოიწვევს მათ დაბლოკვას, არგაშვებას ჩემპიონატებზე, საიდანაც ეს ადამიანები ფაქტობრივად უტიტულოდ არ ბრუნდებიან ხოლმე. თავისუფლება ყოველთ პატიმრებს, თავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებს, თავისუფლება ზურგჩანთით დაკავებულ ბავშვებს, ახალგაზრდებს. და ტიტუშკები რომ გარეთ არბიან, იქინებიან, ილანძღებიან, შიშიმუპირები არიან, არნახული ძალადობის ჩვენ, გაუგონ არის სიტყვებით, ურვადებიან პირადში და აგინებენ და ლანძღავენ. იმისთვის, რომ ითხოვენ დემოკრატიულ მმართველობას. ცივილურ, ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ძიმეყოფაში ყოფნა და იგივე არ გვინდა თქვენთვის. მეგობრებო, ისეთ როგორი ხელისუფლება ყავს, ისეთ როგორ რაღაცას მეკვლიცინებენ, მოკლედ არ ვიცი ვინ იცით, მაგრამ მე მაქვს TikTok-ი და ძალიან ხშირად ვაქვეყნებ ხოლმე სხვადასხვა ტიპის ვიდეოს. ხო და გლიცინებენ იმაზე, რომ თურმე მე 4 თვალი დავინახე კაცო იმ დღეს 3,000 ვიყავი თუ 300,000. ხო და ეხლა თუ იმას გონია, რომ მე რაღაცით დამაგნინა, დამამუნა თანხმობაში და ძალიან ცდილობ პირიქით, მაგრამ მე ცდება ხოლმე აი ასე რომ მეუბრებიან კი 2 თვალი წრად 3-4 საათი წრავით რამდენი გიზდათ რა პრობლემაა. მაგრამ მათ შეუძლიათ ასეთ რაღაცებზე გლიცინი და იგლიცინონ არავითარ ასე გლიცინში ჩამოიშლებიან. მართალია ხმამას აღარ მოგიძენ წივი და წივი, მაგრამ არავითარ ამათ რომ ჩამოშვით მერე დიდი ხანი აღარ ვილაპარაკებ.
შეშემოყირემ ასევე გააკეთეს აქცენტი იმაზე, რომ მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლი მიმდინარე პროტესტის ძალადობრივი დარბევებისას. 200 ახალგაზრდა გახდა ზონდერების მსხვერპლი იმ ღამეების განმავლობაში, როდესაც სასტიკად უსწორდებოდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს ქართული ოცნების ძალოვნები და მათთან დაკავშირებული და მათთან ასოცირებული არ იდენტიფიცირებადი ჯგუფები, რასაც ხალხი ზონდერებად მოიხსენიებს. ჯერ მხოლოდ 7:30-ია, რუსთაველის წინ დემონსტრანტები ჯერ შეკრებილები არ არიან, ნელ-ნელა იწყებს ხალხი შეგროვებას და იცით რომ გვიან საღამოს არის ხოლმე ყველაზე კონცენტრირებულად აქ დემონსტრანტების რაოდენობა. აქვე უნდა გითხრათ ისიც რომ პარალელურად მერიასთან იკრიბება ხალხი, მათ შორის მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებიც სოლიდარობას გამოუცხადებენ საჯარო სექტორიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ ადამიანებს, მათ შორის მერიიდან გათავისუფლებულ გიორგი სოფრონაძეს, რომელიც ასევე გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. თქვენ ახლა უსმენდით ესმა გუმბერიძეს, რომელიც გახლავთ უსინათლო აქტივისტი. ის გამოეხმაურა ქართული ოცნების იმ პროპაგანდას, თითქოს პროტესტის მონაწილეებმა და დემონსტრანტებმა ახალი წელი წაართვეს ბავშვებს. ესმა გუმბერიძე აღნიშნავდა ამას, რომ მათ ვისაც არ გინდათ, რომ თქვენი შვილების და ბავშვების საჭიროებები დავიდეს მხოლოდ რუსთაველზე აღმართული ნაძვისხის გარშემო შეკრებასთან, თითქოს მეტი არაფერი სჭირდებოდათ ბავშვებს, ჩამოვერთდით პროტესტს.